რამდენიმე თვიანი კონსულტაციები დასრულებულია. თბილისის მერობისთვის ირაკლი კუპრაძე იბრძოლებს. დაპირებული არაპარტიული კანდიდატის ნაცვლად ხაზარაძე გახარიას ალიანსმა მხარდამჭერებს პარტია ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე წარუდგინა. კახაკალაძის მოწინააღმდეგესთან ერთად დასახელდნენ ვიცემერობის და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. რიყეზე შეკრებილ მხარდამჭერებს გააცნეს ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც, რაც ირაკლი კუპრაძის განცხადებით ქართული ოცნებისთვის თბილისის გამოგლეჯვას გულისხმობს. თუმცა აქვს თუ არა ამ დაპირებას შესრულების პერსპექტივა. კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვთ მმართველ გუნდში, სადაც გამარჯვებას 64-ვე მუნიციპალიტეტში პროგნოზირებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი ხაზარაძე გახარიას პარტიებს არჩევნებში მონაწილეობისთვის აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი ინტერესდება თუ რატომ ვერ მოხერხდა არაპარტიული კანდიდატის დასახელება. თბილისის გამოგლეჯვა არის შესაძლებელი საქართველოსთან ერთად. ამ ხმამაღალი და ამბიციური განაცხადით იწყებს ირაკლი კუპრაძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას. ორმა პარტიამ ჯერ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შემდეგ დაიწყო ერთთვიანი მსჯელობა და კონსულტაციები საერთო კანდიდატზე. საბოლოოდ კი არაპარტიული ნეიტრალური კანდიდატის ძიებაში ფსონი ირაკლი კუპრაძეზე დადეს, რომელიც თავის პოლიტიკურ ასპარეზზე ლელოს სახელით 2019 წლიდან პოზიციონირებს და მათ შორის ამ პარტიას წარმოადგენდა ჯერ კიდევ 2020 წელს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ახლა კი თუ ალეკო ელისაშვილს დავესესხებით, ბათუმის შემდეგ თბილისში მოუწევს ორი პარტიის ყოჩობა კუპრაძეს. არანაირ ბრძოლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის და თან ისეთი ფალავანი არ არის, ვისი იმედიც გააქვს. მე ეს ბიჭი, აი საქართველოს როგორი პოლიტიკოსები ჭირდება, სინდის ნამუსიანი, მტკიცე, მებრძოლი, შეუპოვარი. აი ეგეთი კანდიდატი შევარჩიეთ და მაგრად მიხარია, რომ ეს არის საერთო კანდიდატი. როცა ამ 10 წლეულების განმავლობაში ყოველთვის პოლიტიკური ველი მიმართული იყო დაყოფისკენ. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლეს და შევძელით ის, რომ გავაერთიანეთ ორი მნიშვნელოვანი საყრდენი ამ ქვეყანაში, ბრძოლის და დემოკრატიის საყრდენი. დღეს თბილისელებს აქვთ შანსი, შესაძლებლობა იმისა, რომ ამ უკანონობას და უსამართლობას გამოვგლიჯოთ თბილისი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლელო და გახარიას პარტია წინა საარჩევნო ერთობის გზას ირჩევენ. პირველად იყო მხოლოდ მცდელობა, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილის მედიატორობით კონსულტაციებს შედეგი არ მოჰყოლია. ამჯერად სხვანაირადაა. სხვანაირია არა მხოლოდ შედეგი, არამედ მოცემულობაც. გახარია ქვეყნის შიგნით პარტიულ საქმიანობას ქვეყნის გარედან კურირებს. ხაზარაძე და ჯაფარიძე სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან. ასე დისტანციურია მათი მოწოდებები ერთიანი ბრძოლის აუცილებლობასა და საერთო კანდიდატის გამხნევებაზე. მით უმეტეს, რომ მრავალათასიანი კილომეტრითა თუ საკნით დაშორების მიუხედავად, ლიდერები, როგორც პარტიების წევრები ამბობენ, გადაწყვეტილების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ შორის მათი ჩართულობით ერგოთ ვიცემერობის კანდიდატობა ტატა ხვედელიანს და ალეკო ელისაშვილს. გიორგი შარაშიძეს კი, რომელსაც გახარიას პარტიაში თავდაპირველად მერობის კანდიდატადაც კი მოიაზრებდნენ, სიის პირველი ნომრობა და საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლის შანსი ერგო. ჯერ უცნობია, ვინ იქნება სიაში პირველი ლელოდან. თქვენ იხილეთ ამ თანამშრომლობის პირველი ეტაპი, რომელიც წარმატებით დავასრულეთ და უახლოეს მომავალში ასე გავივლით ყველა შემდგომ ეტაპს, სანამ არ მივალთ მთავარ მიზნამდე და მთავარი მიზანი ეს არის ოცნების დამარცხება და საქართველოს დაბრუნება დემოკრატიული ევროპული განვითარების გზაზე. პარტია გახარია საქართველოსთვის სიის პირველი ნომერი, ვიქნები მე როგორც ნახეთ თბილისის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე. ცოტა უცნაურია, რომ აპარტიულ კანდიდატს ეძებდა და ირაკლი კუპრაძე დაასახელეს, მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც მინიმუმ ეს დრამა მაინც დასრულდა ლეოს და გახარიას შორის. ერთთვიან პოლიტიკურ დრამად გირჩი იმ პოლიტიკურ გზას მიიჩნევს, რომელიც ლელომ და გახარიას პარტიამ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამოიარეს, რომლის დასაწყისშიც მართალია არაპარტიულ კანდიდატს ეძებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც პარტიული იპოვეს. ამან კი მათ შორის გირჩს გაუჩინა კითხვა, რეალურად მიდიოდა თუ არა მსჯელობა არაპარტიულ კანდიდატებზე. ამ კითხვაზე პასუხით ნაკლებად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობა. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ასე ამბობენ, რადგან თავად 4 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, ქუჩაში გამოსვლა და პროტესტია. როდესაც საკუთარი ამომრჩევლის და ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ
ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიგო. ნამდვილად არ მინდა ამას შესვა, მაგრამ თუ კი არსებობდა რომელიმე ნეიტრალური კანდიდატი, რომელთან დაკავშირებით შეიძლება მათ ლაპარაკებები ქონოდათ, მე მგონია, რომ ესეთი ადამიანები უკეთესად იაზრებენ იმ კონტექსტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ სამართლიან რისხვას, რომელსაც ეს ადამიანი დაიმსახურებდა. როგორც ჩანს, არც ერთმა პარტიულმა კანდიდატმა არ ისურვა ლელოსთან გახარიას სახით არჩევნებში მონაწილეობა და საბოლოო ჯამში პარტიის წევრებზე გააკეთეს არჩევანი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველა წინა ვერსია, რაც იყო გაჟღერებული, აღლი კულისაშვილი იქნებოდა თუ გახარიას, რომელიც პარტიის წევრი, ყველა პარტიული იყო, ამიტომ როგორც ჩანს, შესვალეს თავისივე მიდგომა და ამიტომ არჩიეს ირაკლი კუპრაძე. თბილისში ჩვენი ამოცანა არის პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში ეს არის მინიმუმ 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამისად. მართალია ახლა ლელოსა და გახარიას საერთო მერობის კანდიდატის მთავარი პრიორიტეტი, როგორც თავად ამბობს თბილისის გამოგლეჯვაა, მაგრამ მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ეს ამოცანა ირაკლი კუპრაძეს შეუსრულებელი დარჩება. ისე როგორც ოპოზიციის შეუსრულებელ მისია დარჩება სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში წარმატების მიღწევა. ქართულ ოცნებაში საკუთარ ძალებსა და კანდიდატებში დარწმუნებული არიან და ოპოზიციას ჯერ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმისა და დაპირებების გაცემისკენ მოუწოდებენ. პირველ რიგში ეს არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება. რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა, მაშინ როდესაც დაიწყეს განაახლეს უბრალოდ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან დასუსტებული, არის უსუსტეს მდგომარეობაში. ჩვენ მიზანი ზოგადად ქვეყნის მასშტაბით იცით, რაც არის ამ არჩევნებში, ეს არის 64-64-ზე, ხო? ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 სამკრებულოს არჩევნების მოგება. ამდენი იმისთვის იფიქრეს, რომ საბოლოოდ კუპრაძის კანდიდატურა დაეყენებინა თბილისის მერად, ეს უკვე ძალიან უხერხულია და უფრო ანეკდოტს გავს, ვიდრე სერიოზულად შეიძლება ეს ვინმე აღიქვამს. გახარიასა და ხაზარაძის პარტიები, ეს არის საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც თაღლითების და მოღალატეების გაერთიანება და როდესაც აი ესეთი ბრჭყალებში ღირებულებების ირგვლივ ერთიანდები, თან ესეთი ანეკდოტური კანდიდატები, რა თქმა უნდა, წარმატებაზე ძალიან არასერიოზულია საუბარი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შესაბამისად, ახლა სწორედ ეს დრო აქვს წინა საარჩევნო კამპანიისთვის იმ 14 პოლიტიკურ პარტიას, ვინც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა. ხოლო მათ, ვისაც მერობის კანდიდატები ჯერ ისევ არ წარუდგენიათ, ეს ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ.